მე დაპყრობილ ქვეყანაში დავიბადე. მე მახსოვს ბრეჟნევის სურათი ჩემი სახლის წინ და ტანკები ჩემი ბავშვობის ქუჩაზე. მე დაპყრობილ ქვეყანაში დავიბადე, სადაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა. პრისკაცი და ყოველთვის ყველგან ყველაზე ხმამაღლა ვიყვირებ, რომ ჩემი სამშობლო 20% დღემდე დაპყრობილი, რომ რუსეთი ჩემი ქვეყნის მთავარი მტერი, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წადის. მე ვარ მაია ასათიანი, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და ჩვენ ვიწყებთ. გაივლის წლები და ერთი პატარა ქართული ქალაქის მოძღვარი იმ ზარს გაიხსენებს, ომის დამთავრების შემდეგ მის ტელეფონზე რომ გაისმა. სულიერი შვილი ურეკავდა და მამაო ჩვენოს წაკითხვას თხოვდა. მოძღვარმა დაიწყო და უცებ მიხვდა, რომ ყურმილის მეორე მხარეს მის სიტყვებს ექოდ რამდენიმე მამაკაცის ხმა იმეორებდა. 11 აგვისტო იყო 2008 წელი. ალექსანდრე ონიანს ხელში მისი მომაკვდავი ნათლული ეჭირა. მან ჯერ არ იცოდა, რომ ადგილს, სადაც იდგნენ, ლეგენდად, ოჯახიდან ოჯახში, სახლიდან სახლში, ქალაქიდან ქალაქში გადაიტანდნენ, რომ მათ ამბავს სულ რაღაც ერთ წელიწადში ბავშვებს მოუყვებოდნენ სკოლაში, რომ ეს ლეგენდა იმ წამებში იბადებოდა. მან ეს ყველაფერი ჯერ არ იცოდა. იდგა და მოძღვრის ხმას საკუთარ მამაო ჩვენოს აყოლებდა. ტელეფონის მეორე მხარეს მოძღვარმა ლოცვა დაასრულა. მობილური გაითიშა. 2 კვირის შემდეგ კაცი, რომელსაც მთელი სოფელი ახმეტას ეძახის ბრძოლის ადგილას, ამ ჩაფხუტს იპოვის. ამბობენ, რომ ეს ალექსანდრე ონიანის ჩაფხუტია. ერთადერთი ნივთი მისგან რომ დარჩა, სანამ დაჭრილი ნათლულით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მეორე დღეა. რუსული ტანკები სოფელში გამოჩნდნენ. შინდისელები იხსენებენ, რომ ტანკებს ქართული დროშები ჰქონდათ გადაფარებული. სოფელში შემოვიდნენ და ძველი რკინიგზის სადგურის შენობასთან ჩასაბრდნენ. სავარაუდოდ იცოდნენ, რომ იქ ქართულ ბატალიონს უნდა გაევლო. სცენაკის მეორე ბრიგადა გზაზე ჩასაფრებიდან 2 საათში გამოჩნდა. პირველი და ბოლო მანქანა რუსებმა მაშინვე ააფეთქეს და გასასვლელები ჩაკეტეს. გაივლის დრო და შინდისის ომის მონაწილე რუსი ჯარისკაცი საშა დროზდოვი ინტერვიუში იტყვის. ცხინვალში ვიყავით. შეგვატყობინეს ერთ-ერთ სოფელში ჩვენს ბატალიონს დამატებითი რაზმი დაჭირდა. მეთაური ღიალებდა. ადამიანები არიან თუ ქაჯები. ამერიკელების ასეული გვებრძოდა. როდესაც ყველაფერი დამთავრდა, მე ვნახეთ 12 კაცის დაფლეთილი სხეული. ალექსანდრე ონიანის და ელენე. მომიყევით რა თქვენი ძმის შესახებ, იმიტომ რომ შეუძლებელია ემოციების გარეშე უსმინო ამბავს, როგორ აიფეთქა თავისი ნათლულით ხელში და როგორ ეუბნებოდნენ დანარჩენი ბიჭები, რომ ეს არ გაეკეთებინა, იმიტომ რომ მას გადარჩენის შანსი ჰქონდა. ბოლო საუბარი ჰქონდა ზუსტად მომენტში გავიგე ყვირილი ბიჭებო თავს უშველე თალყაში ვართ და გაითიშა იმ მომენტში ეს ხმა. ეს ბოლო საუბარი იყო დიახ. თქვენ არ იცოდით რა მოხდა? ჩვენ არ ვიცოდით რა მოხდა, როდესაც ამოიყვანეს უკვე ჩვენთან მე მოგვიყვეს ეს გადარჩენილმა ბიჭებმა მოყვეს ეს ისტორია, როდესაც ალყაში მოექცნენ. ყველანი დაჭრილები ყოფილან უკვე დაახლოებით 45 წუთი მიმდინარეობდა ბრძოლა და თავის ნათლული ზოიძე, რომელიც დაჭრილი იყო უკვე არტერია ჰქონდა გადახსნილი ბიჭს.
და ბოლო დარჩენილი ალეკო, რომელიც ჩაუხუტებია თავის ნათლული, მამა უჩვენო უთქვამს. ბიჭებისთვის შეუსახ ვისაც შეგიძლიათ ჩემამდე მოდით, ინტერს არ ჩავბარდეთ. ყველანი უკვე ალეკო წადი, რომელიც დაჭრილები იყვნენ ბიჭები და უკვე თითქმის დაცხრილები იყვნენ პანზე, ეს ბიჭები ისეთ მდგომარეობაში იყვნენ. ალეკო თავს უშვილო წადი, ერთ წელი ჩვენს ოჯახს ჩვენი ამბავი მიუტანე. იქნებ თავი გადაირჩინო, წაისვის სისხლი დაწეკი რაღაცა ქენი, რომ თავი გადაირჩინო. ბიჭებო ვერ დაგტოვებთ, ვერ ჩემ ნათლობს ვერ დავტოვებ და ერთადერთი ლიმონკა რომელიც ქონდა გახსნა და თავის ნათლად ჩახუტული ყავდა და მამაოსთანაც უცდია იქ არ ვიცი რა ტიპის ნარეკი იყო რომ მამაოსთან უნდოდა რომ რა უნდა ვქნაო. რავი შვილასაც ითხოვდა რომ დახმარებასაც ითხოვდა რომ ეს ბიჭები გაიყვანა, მაგრამ შეუძლებელი იყო და თავი აიფეთქა. მე ამას ვკითხავ ჩვენი გადაცემის ყველა გმირს. რატომ წავიდა ალეკო ჯარში? რატომ გადაწყვიტა რომ საკუთარი თავი ქვეყნის დაცვისთვის აკეთე ყველაფერი და იურიდიულზე ჩაირიცხები, შენ ვიცი რომ კარგად სწავლობ. არა დედაო, ჯერ სავალდებულო უნდა მოვიხადო, იმიტომ მერე შევხედავ საქმეს როგორ იქნება. ხო და წავიდა. 1 ივნისს გავიდა სამსახურში, სენაკში, თავისი იმის მერე არ გინახავთ? არა, 1 ივნისის მერე არ მინახია წელს გაპარს მამამისმა კარგად ლამაზად და მამაო რა ლამაზი ხარო ასე უთხრა და ის ურჩევნია მამასა რომ შვილის ჯობდეს მამასა ეს იყო ის ბოლო სიტყვა. ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს. ბევრი ვიყავით, ერთი სამარე, თხილის გულივით გავინაწილეთ. საოცარი ლექსები აქ მიშიკოს, გაჯერებული მებრძოლი სულით და წინასწარ შენ შემოგევლეთ.
огромное спасибо, что вы у нас на передаче. Я обниму вас. Я тоже хотела вас очень обнять, моя дорогая. Когда вы сидели в кресле, я обливалась слезами. Дай Бог вам здоровья и счастья. Вам На тоже. долгие годы и терпения, доченька. Мы же сейчас одинаковые. მაყურებელს ბოდიშს მოვიხდი რუსულად ვისაუბრებთ, რომ ქალბატონ ლიდას ქართული არ ესმის. Как странно, что мы должны сейчас на русском разговаривать. Я очень извиняюсь. Потому что ваш сын погиб в войне, где мы воевали с русскими. Мой сын Руслан был необыкновенным человеком. Все 24 года он мечтал стать военным. Почему он так мечтал? Вы знаете, он хорошо рисовал. Он лепил хорошо, чеканку делал из дерева, всякие фигуры. Он замечательный человек был. И все только на военную тему. Понимаете? Когда ему было 7 лет, это было 90-го года, мы ему поменяли за пуд кукурузы в военную форму, камуфляж. И этой формой ходил он до 9 класса. Я нервничала, я хотела изорвать. «Мама, прошу тебя, не надо». И вот смотрю, замечаю, когда он снимает вечером перед сном, разглаживает, все это положит, все. Какие чувства у вас? Вы русская, а ваш сын погиб в войне с Россией, это раз. И он национальный герой Грузии. Он патриот Грузии. Какие Он чувства настоящий у вас? грузин. Я россиянка, но мой сын не пожалел свою жизнь и отдал свою жизнь за свою родину. Время, говорят, что лечит человека. Нет. Нет. Это только может сказать тот человек, который не знает большого горя. Время человека никогда не вылечит. Нет. Просто человек привыкает к боли. მართალი ადამიანი ეჩვევათ კივილს და ჩვენ ყველამ ეს კივილი Я раньше хотела видеть моего сына Руслана здесь, на земле. Я ходила, искала солдат, похожих на моего сына Руслана. Ну а сейчас уже я успокоила свою душу и жду встречу на небесах. Эти шиндейские герои, поистине настоящие патриоты-герои. მის ღვარძლის და ბოროტების მიუხედავად ასეთი ადამიანები საქართველოში იბადებიან და ხო
მია გაბუნიას ისტორია მიყვარს და მიყვარს ამ ისტორიის კითხვა ქალბატონიანე ყველაზე მაღალი იყო. ფიზიკურადაც დიდი იყო საწყალი და ისე უყვარდა კეთილდევს რომ ეძახთენო შვილო. 48-მა ფეხი ქონდა მართლა. საგანგებლად უკერავდნენ ფეხსაცმელს. 140 კილო იყო წონი, დიდი იყო მასა თვითონაც და ბოლოს გველაპარაკა 11-ში. და იმით ვიცით რომ 11-ია დაღუპული. რო ჩემ გოგომ დაურეკა დილას 10 საათზე მე უკვე ჩვენო პრიკაზო მოგცემენო და მოვდივარო სახლში ან თავისუფლებული ვართო და საღამოს სახლში ვიქნები და დედა ნუ გეშინიაო კარგად ყოფილაო და ქებოვაო საღამოსო. მე 5 საათი იყო ჩემ დიშვილმე ელაპარაკა სოფელში დიშვილი მყავ და ზვიადი ქვია მაღლაკელი და იგი დალაპარაკებია. ხო და სროლის ხმა მესმოდაო ზვიადი მითხრა მე ერეთ ვარა მე ვინ მაგებიებდა რამეს ბიჭო რაია ილოიაო და არ დამირეკო ზვიადიო ალყაში ვარ მოხვედრილიო თუ გადარჩი მე დაგირეკავ და თუ არა და იცოდეთ რომ მკვდარი ვიქნები და რა ადგილზე ხარო და არ ვიცი ახლა რა იცოდენ მაგენმა სად იყვნენ და სად არის ხო და ამითინ ვიცით რომ არის შინდიში მკვდარი მე მის მერე წლის მერე ყოველ წელიწად დავდივართ ჩვენ იქანა ტრადიციად გვაქვს და მივდივართ იქანა და მის ადგილზე სადაც ხილო ჩემი შვილი მკვდარი ყოფილა იქანა ბალახი არ ამოსულა ქალბატონ დარიჯან როდის ესაუბრეთ ბოლოს რა გითხრათ 11 აგვისტოს დაგვირეკა დილით დედა ოსათირალი და სანერვიულო უკვე აღარაფერი აღარ მჭირს 2 საათში სახლში ვიქნები. დედა მე ვთხარ რაღაც სახლში მოდიხარ. მაშინ თუ ეკლესიაში გავიქეცი. ქონდა ნათქვამი ოღონდ ჩემი შვილის ხმა გავიგონო. 5 დღე რომ ვეძებდით. სად არის ბავშვი რო არ გვაგონებს თურმე ომში ყოფილა არ ვიცოდით ოღონდ ჩემი შვილის ხმა გავიგონოთ ხო და მაშინ თოვე ეკლესიაში გავიქცევი და გათამშებწირა მათქო ხო დამირეკა დილით დედა აღარაფერი აღარ ენერვიულო მე ცოცხალი ვარ 2 საათში სახლში ვარ შინდიში შემოვდივართ უკეო მოვიარეთ ეკლესია მივედი და ვერაფრით ტირილი ვერ შევიკავე შორი მანძილი იყო ეკლესიის და შვილის ხმა გავიგონეთ ხო და ხო უნდა მიხაროდეს თქვა რატო ვტირი ვარ თქო ჩემ გულში ვამბობდი და ისე წამოვედი იქიდანია არც იმ ეკლესიაში გავჩუმებული ვარ ვტირი ვარ და წამოვედი ისევ სახლში და ჩემდათ თუ მოვიდა მერე თქვენამდე ამბავი ჩვენ ზუსტად არა გვაქვს ინფორმაცია რა მოხდა ბოლოს როდის ელაპარაკეთ თუ მოასწარით დამშვიდობები არა მე ველაპარაკე 8-ში დილით ადრე და 11-ში დილით ელაპარაკა ჩემს სიძეს უკვე ცხინვალიდან ბრუნდებითო გამოვდივართ საღამოს ალბათ სახლში ვიქნებითო მე მოვიდა ამბავი რომ 17-ში გავიგეთ რომ შინდისში მოხდა ესეთი ალყაში რუსების მიერ დაბომბვა ხო შეეძლო რომ გაქცეულიყო და თითოეულ მათგანს შეეძლო რატომ არ გაიქცა ის იყო პატრიოტი ასეთ დროს ის ადამიანს მის მეგობარს მის საქართველოს არასდროს არ უღალატებდა რა განცდა როცა გმირის მამა ხართ გახარებული ვარ ამით რომ გითხრათ ეს არასწორი იქნება რა თქმა უნდა მაგრამ ადრე რა თქვა მშობელმა იმსარებას ლაჩულად სიკვდილს ეს სიკვდილი ნამდვილად ყველა მეომარს ალბათ გულში აქვს რაც მოხდა ჩემ ბავშვს რაც გადახდა 100%-იანი საშუალება ჰქონდა გადარჩენის იმიტომ რომ რულზე იყო ხო და რომ შეჩერდა კალონა მანქანიდან გადმოხდა თავისი იარაღით და გაიქცა წინ მის მანქანაში 20 მეთაური იჯდა და მაგას დაუძახია ბარამია დაბრუნდი უკან შენ მანქანას მიხედეო რა მანქანა მწყევსო ბიჭებსო ცეცხლი ეკიდებაო იქანეო და წავიდა და რაც მოხდა გაიცის ყველა თორემ მისი მანქანა დღესაც ემსახურება რატომ დარჩა ბატონდარე სხვაგვარად ალბათ არ შეეძლო აფხაზეთიდან ვართ მეც ჩემებურად ვზდიდი სამწუხაროდ
ხონერად გამიზარდაჯობდა შეიძლება, მაგრამ რას ნიშნავს ჩამებურად ვსრდიდი? როცა სამტრედიაში გადმოვედით საცხოვრებლად, ტოლილები ხო ვართ და მოვიდა პირველ დღესვე სახლში რო დავრუნდა სკოლიდან, რაც გაჩეჩილი დავრუნდა და მე ვთქვი რა ხდება მამა და გაუჭირდა თქვა, მაგრამ რატირდა რომ იმას ავაძულე ესა, ასევე შეტოვილო და ბიჭებმა და მე რა მოხდა მეთქია და გამოვიქეციო. მეუთხარი რას ქვია გამოიქეცი. ხვალ სკოლაში მეუთხარი ასე იზამ. ასე გავზარდე. ბატონოჟა ირაკლი პატრიარქმა გადმოასვენა და გულზე ეწერა ჯანელიც. თქვენ როდის ელაპარაკეთ ბოლოს? ბოლოს ელაპარაკე ირაკლის 10-ში ღამის 2 საათზე, 11-ში რა დით. და მე უთხარი რა, რომ ირაკლი ასეთი ხმები დადის მეთქი, რომ ყველა გამოდის ტანგაოენაც. ეს არ არის დეკორაციის ნაწილი, ეს გახლავთ ის ნივთები, რომელიც შინდისის ბრძოლიდან დარჩა. ძალიან მცირეა ეს ყველაფერი და ძალიან რთულია ამ ჩაფხუტში, ან ხელყუმბარაში, ან გახარჯულ ტყუებში, ან დანაში თქვენი შვილის ნივთების ამოცნობა, მაგრამ მაგ განცდა რომ ისინიც აქ არიან. იქიდანაა ჩამოტანილი. იქიდან არის ეს ყველაფერი ჩამოტანილი და მე არ ვიცი რომელი ნივთი რომელ მათგანს ეკუთვნის. ერთადერთი გადმოცემითაა ცნობილი, რომ ის ჩაფხუტი ალეკონიანის არის, სავარაუდოდ. მაგრამ ეს მათი ნივთებია და მადლობა იმისთვის, რომ ასეთი შვილები გაზარდეთ. ორი უნდა უწიოს. ლოცავს ნო ხოთა გაზარდოს გამრავლდით ეიხარე და მიხეცლა მაგ დღეს ისე მოხდა რომ სახლში იყო ლევანი, კვირა დღე იყო და ორშაბათს უნდა წასულიყო სამსახურში. მოხდა ისე რომ ამ ყველაფერს დაესწრო უყურაშვილის დაბადებას. შვებულებაში გავიდა 1 კვირით, 7-ში ჩამოვიდა დილით აგვისტოს და მითხრა რომ უნდა წავიდე სასწრაფოდ სამსახურში. შვებულება უნდა გავაგრძელო ისევ და მეთქი 1 კვირით მომატყუა. 10 დღე ქონდა ოჯახური შვებულება. ანუ მეთაურმაო დამიბარაო და აუცილებლად 10 დღე არ გეყოფაო და ესე წავიდა სამსახურში, მაგრამ ისე მოხდა რომ როგორც გადმოცემით ვიცი, მეთაურმა არ გამოიძახა იმის და მიუხედავად რომ ქვეყანაში იყო საომარი მდგომარეობა გამოცხადებული, უთხრა რომ ბავშვი ყავს 3 დღის დაბადებული და ამას ვერ წავიყვან ომში. თავისით გადაწყვიტა. ის ვერ გაჩერდებოდა სახლში. ვერ დარჩებოდა უბრალოდ იმ ბიჭების გვერდით უნდა ყოფილიყო. სხვანაირი იყო ძალიან. მათ ეს კითხავ, მამას იცნობ გადმოცემით. რა განცდა? ავტომატებით. გადარჩენის შანსი ნახდათ არის. ბატონო, რა მინდა იცით კითხოთ? თქვენ იყავით პირველი, რომელმაც ბრძოლის ველი ნახა, როცა სროლა ახალშეწყვეტილი იყო. რა ნახეთ იქ? საშინელება. აი, ენით აუწერელი საშინელება. ძნელია ლაპარაკი ჩემთვის ამ თემაზე. დანაწევრებული ბიჭები იყვნენ. 2 მიცვალებული აქ იყო. 1 აიქ. აი ამ ადგილზე იყო გაბუნია, ყველაზე ზდაროვი, აი იქ უნდა გადახტომილიყო, ალბათ ვერ გადახტა და ეგრე ნატყვიარები. აი ამ ადგილზე იყო ჩაცოცხლულ მდგომარეობაში მიცვალებული. კიდევ აი იქ ეს ქონა ხელები და აიგერა იქ ჯვართან ონიანმა აი ფეთქა თავი. მომიყევით რა, პირველი დაჭრილი როგორი პოვეთ? პირველი დაჭრილი ჩიტიძე იყო, ტრისტან ჩიტიძე, შევიყვანეთ ობიექტია გვერდზე, სადაც გაბუნია დაიღუპა. იმის გვერდზე იყო ჩიტიძე. და იქ დავმალეთ და რა დავამდა მე ადიელაში გავახვით და წამოვიყვანეთ. შიშის მომენტი არ ქონია? რამდენი ზინდა. მაგრამ მაინც აკეთებდით. მაინც უნდა გავაკეთო. რატო? გული რასაც კარნახობს იმას აკეთებ, სხვას ვერაფერს გააკეთო. ეგაა მთავარი. მერე ვინ იპოვეთ?
შემდეგ მეორე დღით ცანავა და კალმახელიძე ვნახეთ. ცანავა და კალმახელიძე უკვე ბრძოლისველიდან გადმოსულები იყვნენ, იქვე რაღაც გზა ჩამოდის და გზიდან იქვე ლობიოში იყვნენ. შემდეგ მოვაინძე ვნახე და ბოლოს მალაზონია. ამ ყველაფერს მოვუნდით 3 დღე მე და ჩემი როგორ მალავდით ამ ხალხს მერე ისე რომ არავინ არ იცოდა? სოფლელების გვეხმარებოდნენ და ვაბარებდით სათითაოდ. ხო. ცალ-ცალკე სახლებში ყავდათ გადამალავი. კი, იყო ძალიან დიდი საშუალება იყო რომ რუსეთს ჩამოიარათ და პანიკაში იყო ხალხი. შინდისში სინამდვილეში ძალიან ბევრი უსახელო გმირი ცხოვრობს, იმიტომ რომ ბიჭების გადამალვაში, ცოცხლად დარჩენილების გადამალვაში მონაწილეობდა თითქმის მთელი სოფელი და უნდა შემოგვიერთოთ ეს ქალბატონი, რომელიც ერთ-ერთი ასეთი უსახელო გმირია, ქალბატონი ჯუნა. ეს იყო მირზა ქუთაისელი ბიჭი იყო. გამოიყვანეს ეს ბიჭი და ეს რა ქვია, წამოვიდნენ თვითფრინავები წამოვიდა იქედან ტანკების კოლონა წამოვიდა. შიში საერთოდ არ მქონია. ასე ვიყავი ზუსტად ჩაცუცკული ეს ბიჭიც მეძახდა გაიქეცი, მაგრამ არ ვიცი რა დამემართა იმ წუთში რანაირად გავქვავდი. აი თითქმის გონება გამეთიშა და მაღლა ვიცქირებოდი. თქვენ როდის გახვედით ბრძოლის ველზე? შიშველი ხელებით ვიყავით ფაქტიურად. რამენაირად ვცდილობდით, რომ ვიღაცა მაინც რო გადარჩენილიყო და ვისმისთვის მიგვეხედა. ხო. ეს ბიჭები დაანაწილა ბადრი მიხლა ჩვენთან. ისეთი სიტუაცია იყო ჩვენ დასახლებაში, იქ უკვე ფაქტიურად რუსი დადიოდა რა და ხელმეორედ თვითფრინავი აი ზუსტად ასე გაგვისწორდა. საშინელი მდგომარეობა იყო. რო ავიხედეთ პირდაპირ იარაღი ქონდათ დაშვებული ის პულიმიოტები. რა ვიცი, საშინელი დღეები გადაიარეს ამ ბიჭებმა და მე მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო მათ მშობლებს, აი ამ დაჭრილ ბიჭებს ყველას დიდი მადლობა მოუხადო იმისთვის, რომ ყველაზე ძვირფასი გაიღეს, ყველაზე ძვირფასი სამშობლოს შესწირეს. მე მინდა თქვენ გითხრათ ორივეს მადლობა და განსაკუთრებით თქვენ ბადრი მთელი სოფელი ახმეტას გეძახით. იმიტომ რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეებრძოლეთ შიშველი ხელებით მტერს და იბრძოლეთ ამ ადამიანების სიცოცხლისთვის და ორი მათგანი ახლა თქვენი გადარჩენილები შემოგვიერთდებიან თენგო ცანავა და მირზა ძალიან ემოციურია ამ თემაზე საუბარი. მინდა ბრძოლის ველიდან დავიწყო, როდესაც ახმეტას გაყავდით სამშვიდობოზე. თუ გახსოვთ რამე? ეს კაცი არის ნამდვილი გმირი რა. მე მომყავდა ეს კოლონა, პირველი მანქანა მე ვიყავი, შესაბამისად პირველი სეტ ყვატყვიების ჩემო მანქანა მიიღო და მეჯდა მანქანაში მარტო ბრიგადის კაპელანი მამა იოსები რა. როდესაც მანქანაც ეცვლეგი და იძულებული გავხდით ის იქი დარჩა მე აქით დასვი გაგვეხსნა და აფეთქების შემდეგ მე გადამაგდო იქით. გზის მეორე მხარეს რა მანქანა აფეთქეს. ახმეტას ჰქონდა ინფორმაცია რომ მე ვიყავი დაჭრილი რა. მოასწარი ჩემი მეგობრებთან დარეკვა. დაახლოებით 4 დღის განმავლობაში მე იქ ვიყავი. ხო. იქ ვიცი ვერ ვქანდებოდი ფეხში, ხელში დაჭრილი ვიყავი. დადიოდა და მეძებდა ფანრით. მართლა. ერთ თავში რუსები დგენ, მეორე თავში და თავზე ერთროენ დადიოდა რა. ხო. თქვენც მითხარით რა მომიყევით? კოლონის მესამე მანქანაში ვიჟეგე და ყველას პონდა რაციები. რო გავიგეთ ხმა სროლის და ზალპი მარცხნიდან. ჩამოვედით ქვევით. ჩამოვედით და ლიანდაგებთან დავწექით როაუთ სროლა რო დავიწყეთ. ვინც გადადიოდა ლიანდაგზე ყველა იხოცებოდა ბიჭები. ალყაში ვიყავით, ყველა მხრიდან გვესწრებდნენ ერთი გადასვლის ვარიანტი იყო, ლიანდაგზე უნდა გადავსულიყავით შენებებისთვის. თავი რო შეგვეფარებინა. გადავერბინეთ ლიანდაგებზე. კედელთან ვიდექით იქ სადგურის შენობა არის და ამ დროს დავინახე ონიანი და ზოიძე. გარაჟთან, სადაც მოხდა.
და ბიჭებს უთხარი, რომ უნდა შეგავერთიანდეთ, რომ მეტი ძალა და მეტი ეზა და დავიწყეთ სროლით წასვლა. ამ დროს რომ მივდიოდით სროლასროლეთ, GP25 ასე ავტომატს დაბილდან უკეთდება, ვესროლეს ის ორჯერ. დავეცით და მე და იქიდან ცხონებული ოთარი დაიღუპა, ახლა მე და ოთარი გადავრჩიეთ იმ ოთხიდან. ის ორი ადგილზე მოკდნენ. მე ფეხებს ვერ აუგზნობდი, ოთარის ხელზე ხორცი არ მქონდა, ფერავი რა, ძინა დაჭრილი იყო ისეც, მეც ნამსხვრევებით. და მე უკან დავიხიეთ, დიდი ჭადრის ხე იყო. ოთარიმ შენობას მიაფარა თავ. დავიწყე დაჭრილმა ისევლეს სროლა. დავიწყე და ალეკო მეძახოდა იქიდან თუ შეგიძლიათ მოდით აქამდე. ამ დროს მოვადგნენ 50 მეტრში, სადაც ახლა ტაძარი არის, ტანკებით. 2 ტანკი, 2 თუ 3 პეტერი იყო, ზევიდან იჯდნენ რუსები იყვნენ, კაზაკები, არ ვიცი და ვიყურებდნენ, არ გვესროდნენ. ამ დროს ალეკომ მე ამას ვთქვეთ არ ჩავბარდები. ჩვენ კი უთხარით, რომ წადე ბიჭო თავს უშველი. არა ამას ვთქვეთ არ ჩავბარდებიო და ჩაიხუტა რომანის და აიფეთქა თავი. მე და ოთარის გადაგვატარეს ავტომატები. ავი აქვს და გადაგვატარეს და ქუქეს და წავიდა. შებიდემდე იქ ვიყავით მე და ოთარი. მე დავიწყე ხოხვა, რავი წყალში ჩავარდი, დილამდე წყალში ვიყავ, იქ არხი გადის, ამოვფობდი, კოლონა მოდიოდა რუსების და შევასწარი ლობიოები იყო. საღამომდე იქ ვიყავი რა, იმ ლობიოებში დაწოლილი სანამ კოლონა არ წავიდა. და ვინ გიპოვათ მე? მე ბუჩქებში შევძვერი და ახმეტა მიპოვა მეორე დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ შინდისის ცოცხლად გადარჩენილი გმირები ახლა აქ არიან, უღრმესი მადლობა. ჩვენ ვართ სენაკის ბრიგადის მგლები. გაივლის წლები და შინდისის ამბავზე სკოლაში ბავშვები თავისუფალ თემებს დაწერენ. მერე თემები საგაზეთო სტატიებად იქცევა, სტატიები ტელესიუჟეტებად, სიუჟეტები დოკუმენტურ ფილმებად. გაივლის წლები და შინდისის ამბავი ჰოლივუდამდე მიაღწევს. დიტო ცინცაძის შინდისი, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ოსკარზეა წარდგენილი. ვით შეხვედრია მონატრებას სისხლით საღამს. ფილმში ყველა გმირს ყავს პროტოტიპი. და მე მინდა დღეს თუ თქვენთვის მძიმე არ იქნება შეგახვედროთ მსახიობები, რომლებიც განასახიერებენ თქვენს ვაჟებს. გოგა პიპინაშვილი თამაშობს ახმეტას. ის საგანგებოდ არ შეხვედრია აი ამ წამამდე ადამიანს, ვის როლსაც ასრულებს და როგორც მითხრა ახლა ის კულისებშია, ძალიან უმძიმს ახმეტასთან შეხვედრა. იმიტომ რომ ეს ფილმი წარდგენილია ოსკარზე. ძალიან მნიშვნელოვანი კინონამუშევარია. ალბათ დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ამბავია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ რიგით მოქალაქეს, რომელსაც მთელი მსოფლიო ეძახის ახმეტას, ამერიკის კინოაკადემიკოსები უყურებენ და ამ ისტორიას გაიგებენ და მოკლედ ახლა ის სტუდიაში შემოვა. ბატონო ბადრი, მე მინდა გაგაცნოთ მსახიობი, რომელიც თქვენ როლს ასრულებს. შევარი. ძალიან რეალისტური თამაში. ხატია. ხატია. დიდი ადამიანი ზის რეალურად ახლა ჩვენ სტუდიაში, რომელიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ უბრალოდ გული ასე ეუბნებოდა. დიახ. რა იყო ამ კაცის როლის თამაში თქვენთვის? დღემდე არ გინახავთ და მას არ იცნობთ. აი ეს გული, რომელიც აგზის. ეს იყო ჩემთვის გადამწყვეტი. ზუსტად იგივე მინდოდა განმეცადა. იგივე დამოკიდებულება მქონოდა მეომრების და იმ ბიჭების მიმართ, ვინც ფილმში მონაწილეობდა და მე შევეცადე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმით
იმ რეალობაში შევსულიყავი, რაშიც ბატონი ბადრე იმყოფებოდა. თუმცა ეს ძალიან რთულია რეალური განცდა იმის, რაც არის ჩვენ მაინც ფილმზე ვმუშაობდით, მაგრამ მერწმუნეთ იმდენად დიდი იყო мотиваცია ყველაფერს და იმდენად რეალისტური იყო ყველაფერი ჩემს ირგვლივ, რომ ნაკლები ემოცია არც მე არ გამჩენია იქ. ვინ არის კაცი, რომელსაც თამაშობს და რატომ აკეთებს ის ამას? ჩემთვის ეს არ იყო როლი. ჩემთვის ეს იყო ჩემი დამოკიდებულება ყველაფერი მომხდარის მიმართ და რა თქმა უნდა პირველ რიგში აი ასეთი ჩუმი გმირის მიმართ, რომელიც საბედნიეროდ ჩემს ქვეყანას ძალიან მრავლად ყავს და საზოგადოება მათ არ იცნობს. მე მიხარია რომ დღეს შევხვდი ამ ადამიანს. სარეცელიდან დგებოდა და დაჭრილებს ეხმარებოდა მეუღლესთან ერთად და სოფლის მოსახლეობასთან ერთად. რა განცდა ამ ქალბატონის როლის თამაში? ძალიან მძიმე იყო. ძალიან მძიმე იყო. აი ყველაფრის გათვალისწინებით ამ ქალის თამაში, ზოგადად ამ მოვლენის და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა პირველ რიგში ღმერთს მადლობა რომ ამ პროექტში მოვიდა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის, როდესაც გმირს ასახიერებ და უნდა შეძლო რომ გარდაიქმნა და მოიტანო ეს ემოცია. ვეცადე მაქსიმალურად გადმომეცა ის ადამიანი, რომელმაც ისტორია დაწერა თავის მეგობრებთან ერთად. ელენე, რა არის ეს კაცი გვერდზე რო ზის ახლა? რაღაცით მაინც გავს ალეკოს. გავს. შენთვის რა არის? შენი გმირის დაროგიზის გვერდით. აუ რა ვიცი, ძალიან ნერვიულობ ახლა რაღაც შინაურულად მაქვს მიღებული ორივე ადამიანი და მინდა რომ ანუგეშო და რა ვიცი, სიტყვებიც არ ყოფნის ახლა რა უნდა ვთქვა. სექტემბერში. მე გაიგო მთელმა საქართველომ და მადლობა მინდა გითხრა იმ აი ასეთიანის სახელით, რომ აზიარე ამ საოცარ ისტორიას. შენთან როგორ მოვიდა შინდის? აი, აქ არის მიხეილ დვალიშვილის мама. მიხეილ მიშიკო იყო ჩემი თანასკოლელი, ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ჩემი თანასოფლელი, ერთად ვიზრდებოდით. და სიმართლე გითხრათ, მაიკო, მე აგვისტოს ომი ასე ვერ მივიღე ისე როგორც უნდა მიმეღო მოქალაქეს სანამ არ შევიტყეთ ინფორმაცია, რომ სოფელში მოასვენებენ მიხეილ დვალიშვილის ხედარს. აი მაშინ მივხვდი, რომ მიხეილ დვალიშვილი, რომელიც მთელი ბავშვობა ერთად ქონდა გატარებული სკოლაში, ერთ წამში აბსოლუტურად დაანგრია ჩემი პიროვნება იმ კუთხით, რომ ცოტა არ იყო ცოტა შემშურდა მის აქციელის, მაგრამ მქონდა რაღაც გარკვეული სინდისის ქეჯნა, რომ მე ამ ყველაფერს ძალიან მარტივად უყურებდი, როცა თურმე ჩემი თანატოლები ჩემი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის იბრძოდნენ იქ, სადაც ერთეულის შეუძლია მხოლოდ რომ წავიდნენ. როცა მის ხედარს დავხედე, აი პირველი აი მახსოვს, როდესაც მოხდა ამ ცინკის კუბოთი გადმოსვენება, ხოთაშო ძალიან საინტერესო ლექსი აქვს დაწერილი 2005 წელს ცინკის კუბოსთან, როდესაც მოვა თვალცრემლიანი მშობელი დედა ფთხო მწარეცრემლით ნუ დამიტირებს, რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება და 3 წლის შემდეგ მიუყვანეს ზუსტად დედას და მამას ცინკის კუბოთი გარდაცვლილი გმირი. ძალიან მწირი ინფორმაცია ჩამოყვა მაშინ მიშკოს, რომ სადღაც შინდიში რამდენიმე ბიჭთან ერთად იყო გმირულად გარდაცვლილი და მეთქი მე შევეცდები მაქსიმალურად, მეთქი ეს შენი სახელი და შენი მეგობრების სახელი გავაგებინო სრულიად საქართველოს და არა მარტო საქართველოს. და წახვედი შინდისში. გადულიყო მხატვრული ფილმი. პირველ რიგში ალბათ ჩემი იყო რომ მიფიც შემესრულებინა ჩემი პირობა, რაც მე დავდე, ეს უნდა მიმეყვანა ბოლომდე და ეს თემა ყოფილიყო საჯაროდ, მიგვეტანა საზოგადოებამდე, რომ არსებობს შინდისის გმირები, მოხდა ესეთი ფაქტი, სხვათაშორის მსგავსი ფაქტები ძალიან ბევრი არის აფხაზეთის ომში მომხდარი, მაგრამ სამწუხარო დაკარგული არის ეს უმნიშვნელოვანესი მარგალიტები და ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი კიდე ჩემი мотиваცია, რომ ამ ბიჭების სახელი არ დაგვეკარგა, შემოუნახოთ მომავალთაობებს, მოგეხსენებათ, რომ გარდა დოკუმენტური ფილმებისა შინდიში არსებობს კიდე პროექტიდან გამომდინარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ბატონმა კახაკალაძემ საკუთარი სახსრებით ააგო, ისე რომ დღემდე არ უხსენები არსად ეს მან გააკეთა, ასევე მემორიალი 17 გმირის ფოტოებით არის, ასე ვთქვათ,
ადგილზე და მიგიან ადამიანები და პატივს მიაგებენ. ასევე ჩვენ ძალიან მალე გავხსნით ნუგზარ ჭავჭავაძე, უნიჭერესი მოქანდაკე, ძალიან მარტო მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს მონუმენტს 17 გმირის პორტრეტული გამოსახულებით, რომელსაც ალბათ წლის ბოლოს ოფიციალურად მოხდება ამის გახსნა და ისიც შინდიში დაიდგმება ეკლესიის გვერდით. ასევე გორში ერთ-ერთ ქუჩას შინდისის გზატკეცილს მიენიჭა, შინდისის გმირების გზატკეცილი თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მივანიჭეთ, შინდისის გმირების სახელი. ასევე მუშაობთ ძალიან მალე გვექნება დასრულებული პროექტი, რომ შინდიში გვინდა აგვისტოს მუზეუმი გავაკეთოთ და ეს ნივთები და გარდაცვლილი გმირების პირადი ნივთები, მათი ბიოგრაფიები გამოვფინოთ და ეს იყოს რაღაცა ერთგვარი შევფუთოთ ეს მთლიანი პროექტი და ერთ მუზეუმში მოვათავსოთ და ბოლო ეტაპი გახლავთ ის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება, რომ ეს ისტორია შევიტანო სასკოლო სახელმძღვანელოებში. მე მაქვს ამის უკვე დაძრული ეს თემა, ვართ რაღაც პროცედურებს გავდივართ, მაგრამ მე პირობას ვდებ, რომ სადღაც უახლოეს მომავალში ჩვენ ამასაც მივაღწევთ. მიშიკოს აფლავზე დადებული პირობა შესრულდა და ფილმი შინდისი მიდის ოსკარზე. ფილმი მიდის ოსკარზე. ეს კაცი კიდე ეხლა ელოდება შვილს. მე მონატრების ადგილზე მინდა დავლი. მეთანხმება მონატრების ვინცის ფასი. არა, ეს ბიჭები დაიხოცნენ, რომ ეს არ მომხდარიყო. მე ვარ მაია ასათიანი. ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და ჩვენ ვიწყებთ. Разведка доложила. Санакская бригада должна пройти. Встречаем. За 15 минут всех накрываем. А коридор? ფილმი მიდის ოსკარზე. დიტო ცინცაძე, ფილმის რეჟისორი. გამშვიდობისა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ. ოსკარზე მიდის ფილმი და მთელი საქართველო გულშემატკივრობს მას. რა არის ეს თქვენთვის, როდესაც თქვენი ამბის რეალურ მონაწილეებთან ერთად ხართ ახლა სტუდიაში? თუ იცნობდით მანამდე, თუ შეხვედრი ხართ, სანამ დაიწყებდით ფილმზე მუშაობას? მე შევხვდი მხოლოდ ბადრის. მეტი არავის არ შეხვედრი ვარ და სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა შეხვედრა, იმიტომ რომ თავისუფალი მინდოდა ყოფილიყავი. როცა ბადრი გავიცანე, ეს ჩემთვის საკმარისი იყო. რასაკვირველია, მე არ ვლაპარაკობ გმირებზე, იმიტომ რომ ისინი ცალკე არიან. მაგრამ ისტორია, რომელიც ჩვენ მოვყევით, არის დანახული ბადრის თვალებით. ძალიან რეალისტურია თვითონ ის ბრძოლის სცენა და თან ნამდვილმა მონაწილეებმა უნდა ნახონ ახლა ის. მე არ მეშინია სულთაშორის ნახონ მონაწილეებმა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე არასდროს არ გადამიღია ბატალური სცენები, ყავდა ისეთი ჯგუფი, ისეთი ოპერატორი, მინდია ესაძე, ისეთი ბიჭები და აბსოლუტურად გაკეთებული ისტორია. გასაგებია. კითხავ რა მონაწილეებს. ალბათ წახვალთ ფილმის ანახავად. ამისთვის ემზადებით შინაგანად. რა იქნება ეს თქვენთვის, როდესაც თქვენს ცხოვრებას უკვე კინოთქცეულს ნახავთ? სანახავად ცოტა ძნელი იქნება. ფილმის პროდიუსერი უნდა შემოგვიერთდეს ვლადიმერ კაჭარავა. გამშვიდობისა. ძალიან ემოციური გადაცემა გამოგვივიდა, ამიტომ საქმიანად კითხავთ, რა შანსები გვაქვს ოსკარზე. ეს ფილმი ემოციური არა მარტო ჩვენთვის, არამედ უცხოელებისთვისაც, განსაკუთრებით ამერიკელებისთვის, იმიტომ რომ ეს ომი მოხდა უკვე 11 წლის წინ და არ ახსოვთ, არ იციან. და სულმცირე, ანუ ჩვენ მას ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ანუ ძალიან ძიმე იყო, რომ ვაკეთებდით მაშინაც ძალიან ძიმე იყო, იქიდან გამომდინარე სულ გვახსოვდა ეს პასუხისმგებლობა და წნეხი. და ეხლაც ძალიან შეშინებულები და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვდგავთ ყველა ნაბიჯს. რაღაც შანსი გვაქვს. უშანსოდ არა ვართ, ესე ვთქვი. ამ ფილმს ნახავს მთელი მსოფლიო. შევეცდებით. მზად ვართ ამისთვის? რას ვეუბნებით ფილმით მსოფლიოს? ისტორია, რომელიც უნდა იცოდე. ფილმში მოთხრობილია ისტორია როგორც სამხედროების გმირობის ფაქტი, ასევე სოფლის მოსახლეობის ამგდელოება, ანუ სასულიერო პირებმა, რომელსაც
წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინეს ასე იმით რომ მოახდინეს ხედრების განმოსვენება. ეს საერთო ჯამში ეს სამივე ისტორია ქმნის ერთ ქართლის მთავარ მესიჯს რომ ჩვენ არასოდეს შევეგვებით ოკუპაციას, ქართველი კაცი ყოველთვის შეებრძოლება ამ ყველაფერს და სისხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ საკუთარ მიწა-წყალს. ეს არის მთავარი ამოცანა და ამ მთავარ სათქმელს აერთიანებს ნამდვილად აერთიანებს ფილმი. მე თუ შეიძლება ვისარგებლო შემთხვევით და მე მინდა ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა. მათგან მქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა. მე ეს ადამიანები მაძლიერებდნენ. თქვენ რომ არა, თქვენი მხარდაჭერა რომ არა, ჩვენ ამას ნამდვილად ვერ შევძლებდით და თქვენ გვაძლიერებთ. ამიტომ უღრმესი მადლობა ქედი მინდა მოვიხარო თქვენს წინაშე. მე მინდა ყველას ვთხოვ საოცარი გალობის ხმა. და არ მეგულება ქართველი, რომელიც ამ დროს ტრემბლებს შეიკავებს და ერთდროულად გაქცევდის საოცარი სიამაყის და მომავლის რწმენის იმედი. განცდები არეული მქონდა, როცა ამ ყველაფერს უყურებდი და ვისმენდი. და მადლობა მინდა გითხრათ ამ საოცარი ემოციებისთვის, რომელსაც ასეთი რთული დასასრულის შემდეგ იწვევთ მაყურებელში. როგორ მოვიდა ფილმი თქვენამდე? ჩვენთან მობრძანდა ბატონი ედმონდი და ჩვენ შევხვდით ჩვენთან მონასტერში. ამან მკითხა შეიძლება თუ არა რომ გამოვიყენოთ რომელიმე თქვენი გალობა დიდ მასშტაბურ ფილმში. და იმდენად გამიხარდა რომ რაღაცნაირად დავიბენი და შევთავაზე თუ კი რამე მქონდა ყველა გალობა შევთავაზე ბატონ ედმონს და იქიდან აირჩიეს ეს ერთი გალობა, რომელიც დარჩა და რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ამისი ბატონ დიტოსთვის, დიმიტრისთვის, რომელიც აირჩია ჩვენი გალობა და კითხავ რა ბატონ დიტოს, რატომ? რატომ ავირჩიეთ? იმიტომ რომ საოცარი სიმღერაა. ამერიკელი აგენტები ვინც არიან ახლა ოსკარის პრომოუშენს ვინც გვეკეთებს დაინტერესდნენ ძალიან რომ ნახეს ეს რა არისო იმღერისო და ჩვენ ავხსენეთ რომ ეს არის გალობა მამა სერაფიმი ასრულებს 50-ათებს სალმონი მიწყალე მეღმერთო და გალობს ქრისტეს ენაზე. ქრისტეს ენაზე კი. და მე მახსოვს როცა მე და ედმონდი გადაღებიდან მოვდიოდით მანქანაში მოგესმენთ. მანქანაში ედმონდმა უცებ ჩართო მაღალ ხმაზე მომასმენინა და სპეციალურად დაუწირო ეფექტი ქონდა. გადაწყდა. იქვე დამთავრდა მაგაზე ლაპარაკი, იქვე გადაწყდა რომ ნამდვილად უნდა ყოფილიყო ეს სიმღერა. ჩემი ამბავი თქვენ ისტორიასთან რა მოსატანია, მაგრამ არასდროს არც ერთ ეთერში არ მithქვამს და არ მომიყოლია ეს ფაქტი. ბევრს საუბრობენ, როგორ დავუბრუნდი სიცოცხლეს. და ეს მოხდა გარდაცვალებიდან ძალიან მალე, ჯერ კიდევ 40 არ იყო გასული, როდესაც მე დავბრუნდი სამსახურში და 40-ის მერე გავედი ეთერში. ძალიან ბევრი ადამიანი ხვდებოდა ამ დღეების მანძილზე, იმიტომ რომ ქართველებს
რა არა და ეს ჯერ კიდევ შემოგრჩა ჭირში გვერდის გამაგრება, მაგრამ მე მამა სერაფიმეს არ ვიცნობდი მაშინ და ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მე საუბრებოდა არა სიკვდილზე, არამედ სიცოცხლეზე. მახსოვს მისი ხმა დამირეკა, მითხრა გამარჯობა მაია, მე ვარ მამა სერაფიმე და მინდა შენთან დავაპარაკება და მე არ ვიტყვი რა მითხრა მან მაშინ. გამომიგზავნა ჯვარი, რომელიც მისი ოჯახის რელიქვია იყო და ხატი. და მითხრა ისეთი სიტყვები, რომ მე მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და უნდა გამეგრძელებინა აქტიური ცხოვრება. ბევრი მკითხავს ხოლმე, რატომ ვარ აქტიური ცხოვრებაში? მაგრამ მე მაშინ გზა დავინახე, გადარჩენის გზა და სულ მინდოდა მადლობა მეთქვა მამაო თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ მაშინ სიცოცხლეზე დამელაპარაკეთ და მე გადავრჩი. მადლობა აღმარს ყველაფერზე. უღრმესი მადლობა თქვენ. და სათხოვარი მაქვს ერთი. მე მინდა სტუდიაში ისევ მოვიწვიო ჩვენი გმირების მშობლები და თუ შეიძლება მხოლოდ მათთვის, მხოლოდ ამ თემისთვის, შინდისის გმირებისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ყველა მეომრის ჭირის უფალისთვის, ჩემთვის, ყველა შვილმკვდარი ქალისთვის ქრისტეს ენაზე გითხრათ თქვენი